1977 წლიდან იკომის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ არის დაარსებული ეს პროფესიული დღე და ყოველწლიურად მუზეუმების საერთაშორისო საბჭო ფოკუსირებას ახდენს მიმდინარე გამოწვევებზე. შესაბამისად, წლევანდელი თემა მუზეუმების მომავალი ცვალებად საზოგადოებებში ნამდვილად ეხმიანება იმას, რომ მუდმივად ცვალებადი არის თვითონ სამყარო და საზოგადოებას თავისთავად. შესაბამისად, მუზეუმებს უწევთ მუდმივად ფეხი აუწყონ ამ ყველაფერს და მუდმივად იყვნენ იმ გამოწვევების ფონზე, როგორც ცვლილების აგენტი. ეს არის განსაკუთრებით ხაზგასმული დღეს მუზეუმების საერთაშორისო კვირეულში, იმიტომ რომ მუზეუმები არ არიან პასიური მონაწილეები იმის მიღმა, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში და ქვეყანაში. შესაბამისად, მათ უწევთ, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში, გახდნენ ერთგვარად ინტერკულტურული დიალოგის სივრცე და იყვნენ ღია და ინკლუზიურები. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რასაც იკომი მუზეუმების საერთაშორისო საბჭო უყენებს მუზეუმებს ერთგვარ გამოწვევას. აქვე ისიც უნდა აღნიშნო, რომ 2020 წლიდან იკომი აქტიურად მონაწილეობს გაეროს მკვლელი განვითარების მიზნების შესრულებაში და ყოველწლიურად მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაში აკეთებს ინტეგრაციას სამი მიზნის. ამ წელს ყოველ შემთხვევაში გვაქვს ნამდვილად სამი მიზანი. ეს გახლავთ მუზეუმების როლი განათლებისა და დასაქმების მიმართულებით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებების განვითარებით და ასევე ურბანული განვითარების მიმართულებით. და ეს თემები ნამდვილად მჭიდროდ უკავშირდება ზუსტად იმას, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ სოციალური ტექნოლოგიური გამოწვევები ნამდვილად მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში და მუზეუმები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მათი აქტუალობა, მათ უწევთ, რომ აი ამ ტრანსფორმაციების ფონზე იმუშაონ და თავიანთი საქმიანობა მიმართონ ამ მიმართულებით. როგორ უერთდება საქართველოს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, უბრალოდ მასთან დაკავშირებულ კვირეულს? დიახ, მოგეხსენებათ, საქართველოს ჩაერთო 2009-2010 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში და მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყველა რეგიონიდან თითქმის ყველა მუზეუმი ჩაერთო ამ დღის აღნიშვნაში წელსაც და თემატური იყო, საკმაოდ თემატური იყო მათ მიერ მომზადებული პროგრამები. აუცილებლად უნდა აღნიშნო ის, რომ ის სამი მიზანი, რაც მე ვახსენე, აი ზუსტად აი ამ სამი მიზნის მიმართულებით იყო განვითარებული მათი შესაბამისი პროგრამები, რომელიც უკავშირდებოდა ბიომრავალფეროვნებას, ეკომეგობრული გარემოს შექმნას, მაგალითად აბრეშუმის მუზეუმი, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ასევე რეგიონის რამდენიმე მუზეუმი აქტიურად შეუერთდა აი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობებს. ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები მჭიდროდ იყო ინტეგრირებული მათ პროგრამებში. მაგალითად, შემიძლია აღნიშნო ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, რომელთაც საკმაოდ ისეთი ინოვაციური თემა წარმოადგენს ამ წელს. მათ სკოლასთან თანამშრომლობით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სკოლასთან თანამშრომლობით შექმნეს 4 ენაზე ციფრული გიდი QR კოდების მეშვეობით და განათავსეს მთელ მუზეუმის ტერიტორიაზე. ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მათ გააკეთეს. ასევე უნდა აღნიშნო ისიც, რომ მუზეუმი არ არის მხოლოდ კოლექციების საცავი და უბრალოდ ესეთი წარსული მემკვიდრეობა. მუზეუმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თანამედროვეობაში ცოცხალი მემკვიდრეობა გახადონ თავიანთი კოლექციები და შესაბამისად ამ მხრივ ერთი აუცილებლად უნდა აღნიშნო ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური მუზეუმი, რომელიც ზუსტად დღეს აი ამ კვირეულის ფარგლებში წარმოადგენს საკმაოდ ინოვაციურ პროექტს ზაქარია ფალიაშვილი ელექტრონული მუსიკის პალიტრაში და ფაქტობრივად საკმაოდ ესეთი, რა თქმა უნდა, საკმაოდ სარისკო თემა არის ზოგადად აი ესეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და თანამედროვე მიღწევებთან კოლექციების ინტეგრირება, მაგრამ ეს არის ნამდვილად ძალიან კარგი ინიციატივა, რაც ჩვენ ვნახეთ და ასევე აუცილებლად უნდა აღნიშნო ისიც, რომ ეს ეკომეგობრული და ბიომრავალფეროვნების თემები, ასევე ურბანული განვითარების თემები, რასაც მაგალითად ჩვენი მუზეუმები, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, იგივე აბრეშუმის მუზეუმი და სხვა მუზეუმები უწევენ გარკვეულ, ესე ვთქვათ, პოპულარიზაციას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ მიმართულებას, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა თქვენ მე ყველა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ეს მემკვიდრეობა არის ჩვენი და არა ვინმე კონკრეტული ადამიანის და როგორც ქვეყნის, ასევე კაცობრიობის მემკვიდრეობაა და ჩვენი როლი არის, ასე ვთქვათ, რომ ჩვენი მხრიდან დავიცვათ ეს მემკვიდრეობა და გაუფრთხილდეთ და რა თქმა უნდა პოპულარიზაცია გაუწიოთ. ქალბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ მუზეუმებს დღეს არ აქვთ პასიური
როლი? რამდენად საგრძნობი და თვალსაჩინო არის ჩვენს ქვეყანაში მუზეუმების როლის გადასყოფერება, იმიტომ რომ მუზეუმები, სამუზეუმო ექსპონატები ერთგვარად სტატიკურობასთან იყო ადრე ასოცირებული. აი, რამდენად შეიცვალა მუზეუმის დატვირთვა და მნიშვნელობა დღეს? ზუსტად ეს არის ზუსტად აი ამ ცვლილებების შედეგად მოტანილი, ასე ვთქვათ, ერთგვარი პროგრესიც, რომ მუზეუმები ნამდვილად არ არიან პასიური აქტორები, ისინი ნამდვილად აი თუნდაც ის რაც ვახსენე, რომ ცოცხალ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ და არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობას და მათი მცდელობა იმდენად დასაფასებელია, რომ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ჩვენი მუზეუმები განსაკუთრებულ ძალისხმევას არ იშურებენ ამისთვის. და თუნდაც ის, რომ ისინი არ არიან პასიურები, იმაზეც მეტყველებს, რომ ისინი საუბრობენ ისეთ თემებზე და ისეთი თემების ცნობიერების ამაღლებას ეწევიან, რომელიც ზუსტად ახლა აღვნიშნე, რაც მსოფლიოს გამოწვევები არის, იგივე ეკოლოგიური და სხვა გამოწვევები. იკომ საქართველოს შესახებაც მოგვიყევით თუ შეიძლება? მის საქმიანობის იკომ საქართველოს დაარსდა 2007 წელს და გახლავთ იკომის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ერთ-ერთი ეროვნული კომიტეტი. ეს გახლავთ ორგანიზაცია იკომს გულისხმობ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50,000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და 174 კომიტეტი ყავს. მათ შორის ჩვენ გახლავთ ერთ-ერთი ეროვნული კომიტეტი და საქმიანობის ასე ვთქვათ დაფუძნების დღიდან იკომ საქართველოს ეწევა საქმიანობას, რომელიც მიმართულია მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა თავიდანვე როგორც კი დაიწყო იკომ საქართველოს ფუნქციონირება, მიენიჭა განათლებას მუზეუმის თანამშრომლებისათვის, სწორედ აი ის რაც ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ პასიურიდან აქტიურზე რომ გადავიდეთ, ამისთვის საჭირო არის გარკვეული პროფესიული განვითარების პროგრამები და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჩვენ საქმიანობაში. თუმცა, რა თქმა უნდა, იკომ საქართველოს აქვს ასევე სხვა პროექტები, რომელიც ეხება ვთქვათ, იგივე რეაბილიტაციას, განვითარების პროექტებს, ექსპოზიციებს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც არის ფოკუსირებული მუზეუმის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი, შეგვიძლია ვთქვათ, საქმიანობა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ისევე როგორც იკომი ვირჩევთ ორ კონკრეტულ ინიციატივას, მიმართულებას და ამის გარშემო ხდება ფოკუსირება სხვადასხვა აქტივობების. აი, რადგან თქვენ შეგიძლიათ უფრო გლობალურად შეაფასოთ სურათი საქართველოში, რამდენად ბევრი სტუმარი ყავს მუზეუმებს, რამდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს მუზეუმები დღეს ჩვენთან? საქართველოს გულისხმობ. იცით რა არის ბოლო, ანუ 10 წლის წინ თუ შევადარებთ მდგომარეობას, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ესეთი სერიოზული მაჩვენებელი გვაქვს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ სკოლის მოწაფეები ყოველთვის იყვნენ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სეგმენტი სამუზეუმო აუდიტორიის და ეს ერთგვარად სკოლის, ასე ვთქვათ, კურიკულუმიდანაც არის გამოწვეული, რომ მათ ევალებათ კიდევაც. მაგრამ იყო გარკვეული გამოწვევები აი ამ უშუალოდ სტუდენტების ასაკის და ახალგაზრდა აუდიტორიის მიმართულებით, რაც დღესაც პრობლემა არის და მუზეუმებს უფრო და უფრო მეტი ძალისხმევის და ზუსტად აი ამ ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებით უწევთ უფრო მეტი ფიქრი იმისკენ, რომ მოიზიდონ ესეთი აუდიტორია. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს ეს პრობლემა მოგვარებული არის, არ არის ნამდვილად, მაგრამ ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ზუსტად ამიტომაც არის ეს თემა მნიშვნელოვანი, რომ მუზეუმები, რომლებიც მუდმივად განვითარების და მუდმივად ესეთი ცვლილებების ფონზე უნდა ვითარდებოდნენ და თვალს ადევნებდნენ იმას, თუ რა აინტერესებთ ნამდვილად ამ აუდიტორიას და აქ არის ამ თემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა ის, რომ მუზეუმები თანაქმედებენ საზოგადოებასთან. ანუ მათ უნდა უსმინონ საზოგადოებას, რა თემები არის იქ მნიშვნელოვანი და შესაბამისად უნდა გამოეხმაურონ. ეს გახდება ზუსტად საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი აუდიტორია მოვიდეს და მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მათი კოლექციები უნდა გახდეს მაქსიმალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინტერპრეტირებული. ინტერპრეტირება ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც საზოგადოებას და აუდიტორიას მოიზიდავს ჩვენს მუზეუმებში. უცხოელი ვიზიტორების, ტურისტების ინტერესი რამდენად დიდია ჩვენი მუზეუმებში? ძალიან დიდია, სხვათა შორის, ძალიან დიდია და მე თვითონ მქონდა ბევრ ჯგუფთან შეხება და ისინი, რა თქმა უნდა, პირველად, როცა ჩამოდიან საქართველოში, ერთ-ერთ პირველ თუ მეორე, ასე ვთქვათ, დანიშნულების ადგილად ირჩევენ მუზეუმებს და ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასიკეთოდ ვითარდება, რა თქმა უნდა, საქმე. თუმცა იყო ისეთი დროც, რომ ჩვენს მუზეუმებში უფრო მეტი უცხოელი დადიოდა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა და მოხარული ვარ, რომ ეს ნელ-ნელა იცვლება. თუმცა ძალიან ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ გასაკეთებელი, ძალიან.